ხშირად ჩვენ იმას ვეუბნებით, ღმერთ ჩვენ რა გვინდა და არ ვეძებთ იმას, ღმერთს რა უნდა. და არ ვცდილობთ ის, რაც ღმერთს უნდა, როგორც იესო ქრისტე ლოცულობდა დასწავლიდა ლოცვას, მოწაფეებს როცა უთხრეს, გვასწავლე ლოცვა, მან რა უთხრა? მე-6 თავი მათესახარების განსაკუთრებულია ამ მხრივ. ძალიან კარგად აღწერს ამ მდგომარეობას. იესო ქრისტე მათ ეუბნება, როცა ლოცულობთო, ნუ იქნებით მრავალსიტყვიანებიო. როგორც წარმართები. მათ გონიათ, რომ თუ ბევრს ილაპარაკებენ და ბევრჯერ თუ გაიმეორებენ, ღმერთი უკეთესად გაიგებს. ღმერთს არ ჭირდება ბევრჯერ გამეორება. მას ესმის შენი. ნუ გეშენია. ნუ გეშენია. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით მრავალსიტყვიანებიო, იესომ თქვა. არამედ შენ კი როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, დაკეტე შენი კარი. ერთხელ თურმე ერთს კითხეს ლოცულობო და არაო. რატო და ჩემი ოთახი არ მაქვს? ხო თქვა იესომ შედი შენს ოთახშიო და მე ჩემი ოთახი არ მაქვს და აბა როგორ ვილოცო? როცა იესომ თქვა შედი შენს ოთახში, ეს ბუკვალურ ოთახს არ ნიშნავს, ეს არის მდგომარეობა, როცა შენ შეგიძლია განმარტოვდე ღვთის წინაშე. დაკეტე შენი კარი, ეს იმას ნიშნავს გაეთიშე ყველას და ყველაფერს და დარჩი მასთან. დარჩი მასთან. და ილოცეო წმინდა წერილი ამბობს დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. რას ნიშნავს დაფარულში მყოფი მამა? ის რა დამალულია? ის რა გემალება? დამალობანას გეთამაშება? დაგემალა ღმერთი და მით უარის დაფარული. არა, სიტყვა დაფარული სინამდვილეში ეს ღრმა სიტყვა ნიშნავს იდუმალს. რა არის იდუმალი? ეს არის, იცი, ისეთი მდგომარეობა, როცა თუ მოძებნი იპოვი. აი გონებისთვის რომ მიუწვდომელია, აი ძალიან ისეთი, აი საიდუმლო, იდუმალი მდგომარეობა. და ილოცე ამ მდგომარეობაში მყოფი მამისადმიო. იმიტომ რომ მამა იდუმალია. ეს არ არის იცი ესეთი მორღვეული, აი ყველგან რო არის უფასური, ყველა მიცის და ასე არა. შეუძლებელია ღმერთს ვინმე მიწუდეს, თუ მას მთელი გულის ხურით არ მოძებნეს. დიდება უფალს. საერთოდ ადამიანები ამბობენ, რომ აი ღმერთი ასეთია, მართლა ესეთია? გაცილებით დიდია. გაცილებით დიდია ჩვენი ღმერთი. ამენ. და წმინდა წერილი ამბობს, ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი და შენი მამა, რომელიც ხედავს ყველაზე ღრმასა და დაფარულს. ყველაზე ღრმასა და დაფარულს. ყველაზე საიდუმლოს ხედავს, ყველაზე გულმოდგინედ მიჩქმალულს. მთელი ოსტატებით რო არის დამალული რაღაცა, ღმერთი ხედავს იმას. არავის და არასდროს რო არ გაუგია სამყაროში, გულში რო რაღაცა გაიფიქრე, ღმერთი ხედავს იმას. ჯერა ამის. და შენი მამა რომელიც არის ასეთი, მოგიზღავს ცხადშიო, დიდება უფალს. და ჩვენ ხო ვლოცულობთ, მამაო ჩვენო, შენ კი ასე ილოცეო, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ზეცაში, მე წინამსახურებას და ცვილაპარაკეს. წმინდა იყოს შენი სახელი. ჩვენ ღმერთს კი არ ვაძლევთ მენიუს, რომ შენი სახელი იყოს წმინდა. ჩვენ ვამბობთ, რომ მისი სახელი ჩვენ ცხოვრებაში უნდა იყოს წმინდა. დაგვეხმარე ღმერთო, რომ შენი სახელი წმინდა იყოს, ჩემს მოქმედებებში ჩანდეს ეს. ჩემს გადაწყვეტილებებში ჩანდეს ეს, ჩემს მიდგომებში ჩანდეს ეს, ჩემს ურთიერთობებში ჩანდეს, რომ ღმერთის სახელი წმინდაა ჩემთვის. იცით რა არის, მოდი ვისწავლოთ აქედან, რომ სიწმინდეები ღვთისა დავამკვიდროთ ჩვენ ცხოვრებაში. ღვთის სიწმინდეებით მოვეკიდოთ. წმინდა წერილი ამბობს, რომ მეფეებს აფრთხილებდა ღმერთი, არ შეეხოთ ჩემს ღებულებსო. სხვა თარგმანი ის ამბობს, არ შეეხოთ ჩემს წმინდებსო. იცი, ხშირად ადამიანები არიან ღმერთისთვის გამოყოფილი. ვინ არის წმინდა? იცი ვინ არის წმინდა? ღმერთისთვის გამოყოფილი. აი ეს კათედრა წმინდაა, მითო კი არა რომ განსაკუთრებულია. არა, ღმერთისთვის გამოყოფილია. ეს აპარატურა წმინდაა. რატო არის ეს აპარატურა წმინდა? იმიტომ რომ ღმერთისთვის არის გამოყოფილი. და პიროვნებაც კი, რომელიც ღმერთისთვის არის, ღმერთისთვის გამოყოფილია, ის წმინდაა. და წმინდა წერილი ამბობს, მეფეებს აფრთხილებდა ღმერთი, არ შეეხოთ ჩემს წმინდებს. არ შეეხოთ. სხვა ადგილი ამბობს, ძალიან
მნიშვნელოვანი არისო, ძალიან ძვირფასი არის ღმერთის თვალში მისი წმიდების სიკვდილია. დიდება უფალს. ამიტომ ჩვენ ღმერთს კი არ ვაძლევთ მენეოს. ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, რომ ძალა მოგვეცი, რომ ის რაც წმიდაა შენთვის, წმინდა იყოს შენთვის. ის რაც მნიშვნელოვანია შენთვის, მნიშვნელოვანი იყოს შენთვის. ის რაც ტკივილს გაყენებს, მეც მომაყენოს ტკივილი. ის რაც გიხარია, მეც გამიხარდეს. ის რაც გაბრაზებს, მეც იგივე მდგომარეობაში უნდა ვიყო. იცი ჩვენ ხშირად ვგალობ დაიქუხებს ღმერთი თავის სიძლიერი ხმით და როგორ დაიქუხებს ღმერთი? ღმერთს უნდა რომ თავის კრებულში, თავის ხალხში, თავის არმიაში გამოიწვიოს ეს გრძნობა და განცდა. მაგრამ როგორ იქნება ეს, როცა არმიას უსხვა მიმართულებით მიდის? ესაიას წინასწარმეტყველებაში ღმერთის შემთხვევით არ ამბობს. ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები. ჩემი გზები არ არის თქვენი გზები. როგორც არის დედამიწისგან დაშორებული, ასე არის ჩემი ზრახვები და ჩემი გზები, თქვენი ზრახვებისა და თქვენი გზებისგან დაშორებული. მალაქიას წინასწარმეტყველებაში ამბობს, როგორც შემოგხედო კეთილად, როცა ეს გამოდისო შენი ხელიდან. მეგობრებო, მე დღეს მინდა ყურადღებით ვიყოთ. ეკლესია ეს ის ადგილია, სადაც უნდა მოვიდეთ. დღეს თამრიკო ლაპარაკობდა ვარჯიშზე. ეს არის სავარჯიშო დარბაზი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვივარჯიშოთ. ღვთისმოსაობაში, რა თქმა უნდა. როგორც წმინდა მოციქული პავლე აფრთხილებს ტიმოთეს, უხთო და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე, ან ივარჯიშეო. პავლე ეუბნება ტიმოთეს. ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგეთქვამს აწმყოშიც და მომავალშიც. ეს არის 1 ტიმოთეს მე-4 თავის მე-7 მერვე მუხლები. მოდი ყურადღებით ვიყოთ. ეს არის ადგილი, სადაც მართლა ეს უნდა განხორციელდეს. თუ გახსოვთ, მათესახარების მე-16 თავის მე-13 მუხლი ესეთ რაღაცას გადმოგცემს მათემახარებელი. ფილიპეს კესარიაში ყოფნის დროს, კესარიის მხარეში ყოფნის დროს, იესო ქრისტემ კითხაო თავის მოწაფეებს. რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მეო? ხო იცით ეს სიუჟეტი, ძალიან ხშირად გვილაპარაკე ეკლესიაში. რა უთხრეს? რთული არ იყო. იმიტომ რომ ხალხი რას ამბობდა, ყველა მიცოდა. ზოგს იოანე ნათლისმცემელი გონი ხარ, ზოგს იერემია, ზოგს კიდე რომელიღაც აღმდგარი წინასწარმეტყველი. მე იესოს შეკითხავს, თქვენ რას ფიქრობთ? რას ამბობს ხალხი? ვინ ვარ მე? რას ამბობს ხალხი კი არა? თქვენ რას ფიქრობთ? კარგი, მე ვიცი ხალხი რას ამბობს, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, ვინ ვარ მე? რა უთხრეს? ვერავინ ვერაფერი ვერ უთხრა. მარტო ერთი იყო მათ შორის. ვინც თქვა გაბედულებით, შენ ახარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა. შენ ახარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა. და რა შეუნეო მას ჩვენი უფალი? ნეტარ ხარ შენ სიმონ იოანესაო. ანუ სიტყვა სიმონი ნიშნავს ლერწამს, როგორც ადრე ვილაპარაკეთ. ნეტარ ხარ შენ სიმონ იოანესაო, ვინაიდან ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც სეცაშია. მეგობრებო, რატომ მოგიყევით ახლა ეს? ქრისტე ეუბნება, ეს გამოგიცხადა შენ ღმერთმა. და ნეტარი შენ მითო ხარ, რომ ეს მიიღე. აი ამის მიღება შეძელი. და რაღაცას გამოცხადება მიიღე, შენ ახლა აღარ ხარ სიმონი. შენ აღარ ხარ ლერწამი, შენ ხარ კლდე, პეტრე. სიტყვა პეტრე კლდეს ნიშნავს. და სწორედ ამ კლდეზე, ამ გამოცხადებაზე დაიწყება მოქმედება. თამრიკო მილაპარაკა, რომ სიყვარულის ზმნა ეს მოქმედებაა. მაგრამ სიყვარული თავისთავად არ არის ზმნა. სიყვარულის ზმნა იცი როდის ხდება, როცა მას მიიღებ. როცა მას მიიღებ, ის აღძრავს უკვე შენს მოქმედებებს და შენს ემოციებს. და იწყება მოქმედებები. და სიყვარული რა შეიძლება გრძნობა ეგოიზმად გადაგექცეს და ცუდი რაღაცების განვითარება დაიწყოს. 1000 ფილმები გადის, 1000 სერიალები რაღაც პროვოკაციებზე რომიდიან ადამიანები სიყვარულის სახელით. რაღაც საშინელებებს რო იდენენ ადამიანები სიყვარულის სახელით.
უყვარს და ამიტომ შენი სიყვარულისთვის გავაკეთე ეს. უამრავად ადამიანს დიდი ომები უწარმოებია ღმერთის სიყვარულის სახელით. მაგრამ ღმერთს კი არ ეკითხებოდა ეს უნდოდა თუ არა. ეს არის ეგოისტური. ესიც მოქმედება იყო, რაც ისინი აკეთებდნენ. ყველა მოქმედება არ არის წმინდა სიყვარულის სახელით. ყველა მოქმედება არ არის წმინდა სიყვარულის სახელით. სიყვარულის სახელით და ღმერთის სიყვარულის სახელით შეიძლება იმ ხელანგრევები გამოიწვიო, ქვაქვაზე აღარ დატოვო. ეს უნდოდა ღმერთს? რა თქმა უნდა არა. ამიტომ უმთავრესი არა ის არის შენ რა გაქვს თავში, უმთავრესი ის გამოცხადება, რასაც ღმერთთან ურთიერთობა იძლევა. ამიტომ უთხრა ჩვენმა უფალმა პეტრეს ყოფილ სიმონს, ნეტარ ხარ შენ სიმონ იოანესა, ვინაიდან ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ზეცაში არისო და სწორედ ეს არის გამოცხადება, რომელზედაც აშენდება, რომლის ირგვლივაც დაიწყება და ავაშენებ ჩემს ეკლესიას და რომელსაც ვერ შეარყევს ჯოჯოხეთის კარიბჭეო, დიდება უფალს. კიდევ ერთი რაღაცა უნდა გითხრათ და მინდა ამაზე ვისაუბროთ, ჩემო მეგობრებო. ღმერთს უნდა ჩვენ ცხოვრებაში იყოს გამოცხადება. ერთი ალეგორია მინდა გაგახსენოთ. როცა ისრაელი გამოვიდა ეგვიპტის მონობიდან და გაიარა ზღვა და შევიდა უდაბნოში, უდაბნო იყო ადგილი, სადაც არ იყო საჭმელი, ხო გახსოვთ? ძალიან ძნელი იყო იქ საჭმელის მოპოვება, იქ არ იყო ხეები, რომ წავიდნენ და ნაყოფები დაეკრიფათ, იქ არ იყო ყანები, რომ წავიდნენ და მოემკათ, იქ არ იყო სუპერმარკეტები, რომ როგორც დღეს არის წავიდათ და ეყიდათ. ამიტომ ძალიან რთულ პირობებში მოხვდნენ. რამდენ ხანს ეყოფოდათ ეგვიპტიდან წამოღებული საჭმელი, ის ძალიან მალე დამთავრდა და ხალხი დადგა შიმშილობის ზღვარზე და მივიდნენ მოსესთან და მოსეს დაუწყეს დრტვინვა, მოსეს დაუწყეს წუწუნი, გეგონება მოსეს საწყობები ჰქონდა თვითონ. მოსეს კი არ ეკითხებოდნენ შენ ჭამე რამეა? არა, ჩვენ გშიაო. როცა მოგვიყვანი, აქ საცა მოგვიყვანეო უნევია. იცით რომ დაიწყო დრტვინვა, რომ ეგვიპტეში ჩვენ საჭმელი ჰქონდა, მონები ვიყავით, მაგრამ ჯანდაბას მონობა რა მნიშვნელობა აქვს? თავარია მუცელი ხომაძღარი ჰქონდა. რა გვინდა აქ საჭმელი არ არის? იცით რომ მოსე შეღაღადებს ღმერთს და თენდება დილა და მთელი უდაბნო დაფარულია რაღაც თოვლივით, რაღაც აფენია მიწას. და რომ მივიდნენ, რა არის ეს? რა არის ეს? მოკიდეს ხელი და გასინჯეს და თაფლიანი პურის გემო ჰქონდაო. ეს იყო მანა. ეს იყო ზეციური საჭმელი. ღმერთი ყოველ დილას სვართან ერთად ამ მანას ფენდა მიწას. და ებრაელებს ერთი რამე ევალებოდათ, უნდა გასულიყვნენ და შეეგროვებინათ ეს მანა. თუ შეაგროვებდნენ ამ მანას, შეჭამდნენ და იცოცხლებდნენ. მაგრამ ერთი დიდი საიდუმლო იყო ეგ. მანას შენახვა არ შეიძლებოდა. რატო? თუ შეინახავ და ფუჭდებოდა. ესე გებია? მანას თუ შეინახავდი, ის არ ინახებოდა. ფუჭდებოდა. ერთადერთი მდგომარეობა, როცა მანა არ გაფუჭდა, ეს იყო აღთქმის კიდობანში. როცა იქ ჩადეს ეს მანა, ის მანა არ გაფუჭებულა. ის იქ იყო. დანარჩენი მანა იყო ერთი დღისთვის. მანა არ შეიძლებოდა ერთი კვირის მოგეგროვებია. ერთდროულად გასულიყავი შეგეგროვებია, ერთი კვირა დავისვენებ ახლა. არა, მანა უნდა შეეგროვებიათ როგორ? ყოველ დღე. ამენ. აქედან გამოცხადება. გუშინდელი სიტყვა არ გამოგადგება დღეისთვის. ესე გებია? სიტყვა მანასავით არის. ის ყოველ დღე ახალი უნდა იყოს ღმერთისგან. ის ყოველ დღე ახალი უნდა იყოს ღმერთისგან. იცი რატო ვერ უგებდნენ ფარისევლები ქრისტეს? იცით რატო? ქრისტე ლაპარაკობდა გამოცხადებას, ფარისევლები რჯულს. ფარისევლები ლაპარაკობდნენ ჩვენ ვისწავლეთ ასე, ჩვენ ასე ვიცით. იმიტომ რომ ვისწავლეთ ეს. რომ ასე უნდა გააკეთო, ასე უნდა. ეს არის გუშინდელი მანა. გასაგებია? მე ხშირად ვაწყდები ამას, როცა ადამიანები ლაპარაკობენ ფორმულებით. ჩემ ცხოვრებაში მინახავს ეს. განაც სულს ლაპარაკობს, სწორს ლაპარაკობს, მაგრამ ეს მკვდარი არის, ეს იცით რა არის? ეს არ არის სული. ეს ცარიელი, ფურცელზე დაწერილი რაღაცაა. ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს წმინდა წერილს, წმინდა წერილი. წმინდა წერილი ეს არ არის, რაც აქ არის. წმინდა წერილი სიტყვა, რომელიც განხორციელებას დაიწყებს. გასაგებია? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება, ჩემო დაო, ჩემო ძმაო,
ჩემ თავს ვეუბნები, არ შეიძლება იცხოვრო ვიცით. იცით, ჩვენ წავიკითხეთ ბიბლია, დავესწარით მსახურებებს და ვისწავლეთ რაღაც. და ხშირად ცხოვრობთ იმით, რაც ვისწავლეთ. მაგრამ ღმერთს არ უნდა იცხოვრო იმით, რაც ისწავლე. ღმერთს უნდა იცხოვრო მოსმენით. ღმერთს უნდა რომ ყოველდღე ახალი მანა იყოს. ახალი გამოცხადება იყოს. გასაგებია? გუშინდელი მანა დღეისთვის არ არის რელევანტური, აღარ მოქმედებს. შეიძლება ზიანიც კი მოგიტანოს. იმიტომ რომ თუ გაფუჭებულ საჭმელს შეჭამა, შეიძლება მოიწამლო. გუშინდელი გამოცხადება არ არის დღევანდელისთვის. გასაგებია? ერთხელ ერთი ქადაგება მოვისმინე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქადაგებამ ჩემზე. ეს პასტორ ალექსეის ქადაგება იყო. ადრეც წავიკითხე აქ ივანეს სახარებაში წერია, რომ ავიდაო იესო ქრისტე იერუსალიმში განახლების დღესასწაული იდგა და ზამთარი იყო. სინამდვილეში განახლება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ერთფეროვანი იყო. ზამთარი იდგა. და ის ლაპარაკობდა სეზონის ცვლილებაზე. იყო დრო, რომ ძალიან ცხელოდა და მოკლეკლავიანებით დავდიოდი. ცოტა ხანში აცივდება და უკვე სიცივეები დაიწყება, ყინვები დაიწყება. რა შეუფერებელი არის, როცა ქუჩაშია 40 გრადუსიანი სიცხე, ყველაფერი იწვის და ვიღაც მოდის ქურქით. სოლომონ ბრძენი ამბობს, ყოველივეს თავისი დრო და თავისი ჟამი. ქართულში ძალიან ხშირად გვაქვს ის ეკლესიაში ნათქვამი, მე უბრალოდ გაგახსენებს, ყოველივეს თავისი დრო და თავისი ჟამი. ქართულში დრო და ჟამი ერთი და იგივეა თითქმის, მაგრამ ბერძნულში ძალიან დიდი განსხვავება ამ ორ სიტყვას შორის. ქრონოს არის კალენდარული დრო, მაგრამ მეორე სიტყვა კაიროს, ეს არის სეზონი, ღვთის დრო. ეს არ არის კალენდარზე დამოკიდებული. და წმინდა წერილი ამბობს, ყოველივეს თავისი კალენდარული დრო აქვს და ყოველივეს თავისი ღმერთისგან დადგენილი დრო აქვს. და ეს ღმერთის დრო უნდა შეძლო და სულში ამოიცნო. გასაგებია? ეს არ დადგება კალენდარულად. და ვისაც ამის ამოცნობა შეუძლია, ის იქცევა ადეკვატურად დროსთან შესაბამისობაში. გასაგებია? მე ხშირად მეუბნებიან ხოლმე, მე ვიცი, პატარა ბავშვი კი არ ვარ, მე ვიცი, პატარა ბავშვი კი. რო ვიცოდე, ეგრე არ იქნებოდა. რო ვიცოდე, არ ვიქნებოდი კურიოზულ სიტუაციაში, არ ვიქნებოდი უცნაური, არ აღმოჩნდებოდი უცნაურ მდგომარეობაში, მაგრამ მე ვიცი, იმიტომ რომ ეს გუშინდელი მანა არის. ის ვიცი, მაგრამ არ ვიცი დღეს. ამიტომ ასეთი ცხოვრება, მეგობრებო, რთულია, იცი რატომ? ასეთი ამას ვერ აიღებ, წავიკითხე და ვიციო, ვერ იტყვი. ეს გრძნობასთან არის დამოკიდებული. ეს ღმერთთან ურთიერთობასთან არის დამოკიდებული. ეს მოსმენასთან არის დამოკიდებული, როგორც წმინდა წერილი ამბობს, რომ ქრისტემ როგორც უთხრა, არა პურითა ერთითა ცოცხლობს ადამიანი, არამედ ბიბლიის კითხვით. ამინ? არა. ასე არ წერია. არა პურითა ერთითა ცოცხლობს ადამიანი, არამედ ქადაგებების მოსმენით. ასე? არა. არა პურითა ერთითა ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღვთის ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. და სად არის მე ეს ღვთის ბაგე? ეს შეიძლება ბიბლიაში იყოს. ბიბლიის კითხვის დროს გაიგო. ეს შეიძლება სახში წამოწევლილი ფიქრობდე რაღაცას და მაშინ გაიგო. მაგრამ თავარია ყურადღებიანი იყო. ოი, რამდენი სიტყვა მაქვს ასეთი მოსმენელი. ღმერთმა მითხრა. ღმერთმა უთხრა გუშინ. აღარ უთხრა დღეს. მე არ ვიცი. მე მართლა არ ვიცი. ამიტომ რო არ ვიცი ვეძებ. მე ვლოცულობ, შენი ნება გახდეს ცხადი. შენი ნება გახდეს ცხადი. იცი რამდენჯერ მომისმენია, მე ღმერთმა მითხრა, იცოცხლებს. სულ საპირისპიროდ განვითარდა რაღაცეები. ჩვენ ადამიანები ვართ, ჩემო მეგობრებო, და ხშირად ვასაღებთ სასურველს არსებულად. და ვგონია, რომ რაც მეტად, აი როგორ გითხრათ, რაც გულმოდგინე ჩავეჭიდები ამას, რაც უფრო ისე მძაფრად გავიმეორებ და მთელი გრძნობით, მგონია, რომ ისე განვითარდება რაღაცეები. მაგრამ მაინც ისე განვითარდება, როგორც ღმერთს, სინამდვილეში უნდა ღმერთს. ასაგებია? ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მოსმენას. ჩვენ დავიწყოთ ღვთისნების ძიება, ღმერთო, შენ რა გინდა? შენ რა გინდა? შენ როგორ გინდა?
ჩვენ ეს გვინდა მოვძებნოთ, ჩვენ ეს გვინდა გავიგოთ, ჩვენ გვინდა იმას მივწუდეთ, რაც შენ გსურს და როგორც შენ გსურს და ჩვენ იმას მივიღებთ, როგორც შენ გსურს. ეს როცა პავლე მოციქული წერს ტიმოთეს, ის არ ეუბნება, იცი, ბიბლიის კითხვის პროგრამაში ჩაერთე, ყოველდღე ამდენი მუხლი წაიკითხე, ამდენი რაღაცა გააკეთე, იცი, პავლე წერს ტიმოთეს, ღვთის მოსაობაში ივარჯიშე, ეს სულიერი დისციპლინაა, ეს სულიერი და როგორც ებრაელთა წერილში მე-5 თავის მე-12 მუხლიდან ამ წერილის ავტორი ამბობთ, რომ თროებით და ვადებით რომ იმსჯელოთ, უკვე მასწავლებლები უნდა იყოს, მაგრამ ჯერ ჩვილები ხართო. რა არის ჩვილობა? რა არის ჩვილური მდგომარეობა? იცი რა არის ჩვილური მდგომარეობა? ჩვილებს პრეტენზიები აქვს ცხვის მიმართ. ზრდასროლებს პრეტენზია აქვს თავის მიმართ. ჩვილები სულ ლაპარაკობენ, რომ ვიღაცა მოექცა არასწორად. არა, შენთან აქვს პრეტენზია. ზუსტად ეგ არის ჩვილობა. იცი, ადამიანი, რომელიც ბუზღუნებს სხვაზე, უნდა მიხვდე, რომ ეს ჩვილობა. ეს ჩვილია. და იმას შენს რო იქით დაუდგები და მის გასწორებას იწყებ, ის კივილ-წივილს დაიწყებს. და ხშირად რო ჩვენც ასე ვიქცევით. ხშირად რო ჩვენც ისე ვიქცევით, როგორც ისინი იქცევიან. წმინდა წერილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, დრო ბევრია გასული, სინამდვილეში უკვე ეს ასაკი დატოვებული უნდა გქონდეს, მაგრამ როცა მსგავსი გამოვლინებები არის, ჩვილები ხართო, წმინდა წერილი ამბობს. არ შეგიძლიათ მაგარი საჭმელის ჭამა. მანამდე შემდეგ თავში ამ წერილის ავტორი ამბობს, დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები, მე-6 თავი ასე იწყება. დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფილებისკენ. რა არის ქრისტეს სიტყვის საწყისები? იმას, რასაც ჩვენ ვტრიალებთ და ვტკეპნით, ეს საწყისებია. იქ წერია, კვლავ ნუ ჩაუყრით საფუძველს, ღმერთის რწმენას, მკვდართა აღდგომას, მარადიული სასამართლოს მოძღვრებასო. ეს საწყისებია. და სრულყოფილება რაღა არის? სრულყოფილების ერთ-ერთი გამოვლინება არის, დამწერილის ავტორი ამბობს მე-5 თავში. სრულყოფილი საჭმელის, მაგარი საჭმენიო სრულყოფილთათვის არისო, ახალი თარგმანი ამბობს, მოწიფულთათვის არისო, რომელთა გრძნობები განსწავლულია ჩვევით, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. როცა ადამიანმა თავისი გრძნობები გაავარჯიშა, როცა ადამიანმა დაფიქსირება ისწავლა, ატმოსფეროს დაფიქსირება ისწავლა. იცი, მე მადლობა ღმერთს გრძნობისთვის. გრძნობა არ იტყუება. გასაგებია? თუ გრძნობაზე ვარჯიშობ. არის რაღაცეები და თუ ამის დაფიქსირება არ შემიძლია, მაშინ უნდა ვისწავლო, მაგრამ რო გრძნობ, მე მიჭიდავნია ჩემ თავთან. კი ვეჭხუბებოდი ჩემ თავს და კი ვეჭიდავებოდი ჩემ თავს, მეთქი რატო ასე? მაგრამ თურმე ის რომ მიგითითებს, ის თურმე ის არ იტყუება, მაგრამ არის ერთი მაგრამ. იცი, ადამიანები ხშირად მეორე უკიდურესობაში მივდივართ. ვიგრძენი და მის ყვირილს ვიწყებ და მის ლაპარაკს ვიწყებ. ხილად იყავით ძალიან. ღმერთმა რო გაგრძნობინა, დატოვე საიდუმლოებაში და დაელოდე ღმერთის მოქმედებებს. გასაგებია? იმიტომ რომ თუ ძალიან ბევრმა ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა ამის გამო. ნახე როგორ ლოცულობდა გედეონი. გამოიტანა ღმერთო. კი გაიგო რაღაცა, მაგრამ ღმერთო, უნდა დამიმოწმო. დაელოდე ღმერთის მოქმედებებს. დაელოდე ღმერთის დამოწმებებს. მე არ მინდა ამაზე ვილაპარაკო, ეს სხვა თემაა, არ გავაგრძელებ. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, რომ მაგარი საჭმელი არის მოწიფულთათვის და მოწიფულობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის რა? გრძნობა. რო გრძნობ, რო იგრძნო. მოდი ერთი რაღაცა ვთქვათ, მოდი ღმერთი ვეძიოთ. წმინდა წერილი ამბობს, ვეძიოთ ღმერთის სახეო. რას ნიშნავს ეძიო ღმერთის სახე? გიფიქრიეთ ამაზე? ვინ იცის მისი სახე? ვის უნახია მისი სახე? ღმერთ ჯიბეებში კი არ უნდა უყურო. მის თვალებში უნდა უყურო, მის ნებას უნდა უყურო, მისი სურვილი ეძიები. აი, რა უნდა ღმერთს, როგორ უნდა ღმერთს, რატო უნდა ღმერთს? მოდი ამას ეძებე. მოძებნე ღმერთის სახე. ეძებე ღმერთის სახე. რა თქმა უნდა. ეძებე მისი სიტყვა, მისი მოსმენა. და ღმერთი დაიწყებს ჩვენში რაღაცეების შეცვლას. მერე წერია, ამის მერე მოდითო, ღმერთი ამბობს და მერე ვიკამათოთო.
სიტყვა წერი ცილობა ვყავთ ასე წერია ძველ თარგმანში. მერე წერია, მერე წარმიდგინეთ პრეტენზიებიო, მერე მითხარით და მერე ნახეთ მოქმედება, მერე ნახეთ თანდასწრება, მერე ნახეთ გამოვლინება, მერე ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები არის ჩემო მეგობრებო. ღმერთს უნდა ვეძიოთ მისი სახე, ეს რას ნიშნავს? სახის ძებნა ეს არის, რომ შენ მის ჯიბეებში კი არ იყურები, მის თვალებში იყურები, მისი სიტყვა გაინტერესებს, მისი აზრი გაინტერესებს, მისი ფიქრი გაინტერესებს, მისი გრძნობა გაინტერესებს. მე ნიუთი კი არ მიდიხარ ღმერთთან, ღმერთო მე მინდა რომ ახლა ესაკურთხო, მე მინდა რომ ესაკურთხო. ღმერთს ეუნები, შენ ვისაკურთხებ, რომ მეც იქით წავიდე. შენ რომელ მიმართულებით გინდა რომ წავიდე? ჩემთვის მე წინასწარ მაქვს არჩეული, მე წინასწარ ვიცი, ღმერთო, აკურთხეს? მე ძალიან ხშირად მithქვია და შემთხვევით არ მithქვია. გარდამტეხი მომენტები დგება ჩვენ ცხოვრებაში, როცა ირჩევ პროფესიას. უმრავლესობა როგორ არის იცი? ღმერთო, მე ეს პროფესია მინდა და აკურთხე ისა პროფესია, იმიტომ რომ ეს პროფესია მინდა შენთვის. სწორი მდგომარეობა იცი რა არის? ღმერთო, რომელი მიმართულებით გინდა რომ წავიდე? სად გინდა რომ წავიდე? როგორ ლოცულობდა იონა, ღმერთო არ წავალ ნინევიაში, მძულს ნინევია, ღმერთო არ წავალ ნინევიაში. მენი უქონდა. იცი ხშირად ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უნდა აირჩიო ცხოვრების თანამგზავრი. უამრავი ადამიანი უშვებს შეცდომას, ღმერთო ეს მიყვარს და მინდა რომ ესაკურთხო. ყველას უნდა ბედნიერი იყოს და ყველას მე ამასთან ბედნიერი ვიქნები. შენთან თუ იქნება ის ბედნიერი, ეგ იკითხე ჯერ. იმას ნუ კი ეძებ, რომ შენი გრძნობები დაიკმაყოფილო. ის მოძებნე, ვის გაბედნიერებას და გეუბნება ღმერთი. ვის ცხოვრებაში შეგიძლია პოზიტივი მოიტანო. იცი გადაწყვეტილება ქორწინების მივიღე, იმიტომ რომ ღმერთმა მიმოხვედრა, რომ მე შემეძლოთ ამ რეკოს ცხოვრებაში პოზიტივი მომეტანა. მაგრამ თურმე იქ ისეთი რაღაცეები ქონია ღმერთს დამალული, გაცილებით დიდი პოზიტივი შეიქმნა ჩემს ცხოვრებაში. მე მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის და მთელი მარადისობა მადლიერი ვიქნები ღმერთის. დიდება უფალს. მოდი მოძებნე ღმერთის სახე და არა მისი ხელები და არა მისი ჯიბეები. და ჩვენი პრობლემა დღეს ის არის, რომ ღმერთის ჯიბეებს უფრო ვეძებთ და მის ხელებს უფრო უყურებთ. ვიდრე მის სახეს. წმინდა წერილი ამბობს, ეს არის იერემიას წინასწარმეტყველება მე-7 თავი 23 მუხლიდან. ერთ რამეს ვთხოვდიო თქვენს მამებსო. იერემია ამბობს, როცა უდაბნოს გზაზე მომყავდაო, ერთ რაღაცა არ მithხოვია მათთვის არც მსხვერპლი, არ მისაყვედურია მათთვის, რატო შესაწირავები არ მოგაქვთ, რატო მსხვერპლი არ მოგაქვთ, არ მომithხოვია მათთვის, ერთი რაღაცა ვთხოვე მარტო ერთს ვეუნეოდი, გაიგონეთ ჩემი ხმა. გაიგონეთ ჩემი ხმა და იარეთ იმ გზებით, რომელზედაც დაგაყენებთო. და ღმერთი ვიქნები თქვენთვის, მამა ვიქნები თქვენთვის, თქვენ ჩემიერი იქნებით. არ გაიგონეს ვასწერია. არ გაიგონეს და ჩემი გზებით კი არა, თავის გზებით იარესო და წინ კი არ წავიდნენ, უკან წავიდნენო და მტრად ვექეციმაათო, ღმერთი ამბობს. მტრად ვექეციმაათო. მეგობრებო, მინდა ძალიან ყურადღებიანები ვიყოთ. გუშინდელი ფორმულები დღეს არ მოქმედებს. გუშინდელი მანა დღეს არ მოქმედებს. ეს არ არის მარტივი ცხოვრება. მე არ გთავაზობ თქვენ მარტივ გზას. ეს მარტივი არ ჩემთვის არის. ხშირად ვიცი როგორ უნდა გავაკეთო. მაგრამ ვაკეთებ ისე და ვიცი რომ ძალიან ცუდად ვაკეთებ, იმიტომ რომ ის არ უთქვია ღმერთს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ისე, რაც არ ვიცით. გასაგები, ეს ძალიან რთული ცხოვრებაა. ეს ძალიან სულ იცი შეცდომები მოგივათ. მე არ გეუბნებით 100%-იანი იქნება. რა თქმა უნდა, შეცდომა ღმერთმა იცის ეს. მაგრამ მოდი ვისწავლოთ ცხოვრება ისე, რაც არ ვიცით. რო ვიცით, ის გუშინდელი მანაა. იცი ჩვენ ვიცით პრინციპი ერთი, პუნქტი პირველი, პუნქტი მეორე, პუნქტი მესამე. ეს ვიცით, მაგრამ ეს რჯულია უკვე. გალატელებს წერს პავლე მოციქული, სულელო გალატელებო, უგუნუროს წერია ქართულში. უგუნურო გალატელებო, სული დაიწყე და ხორცით ამთავრებთო? სული დაიწყეს, იმიტომ რომ თავიდან ცარიელები იყვენ და აი ღმერთის სული შეეხო და აივსეთ, მაგრამ მე ისწავლეს. და ისწავლეს და ამ სწავლით დაიწყეს და
სული ხო რჯულად გადაიქცა. ერთი ნაბიჯია, კიდე ერთხელ გეუბნებით, ერთი ნაბიჯია მერჯულეობამდე. რომ დავაკანონებთ რაღაცეებს. ღმერთი ამბობს, რომ ვიცით მსახურება ეს გაფუჭებული მანა. ჩვენ რომ ვიცით და ისე მსახურობთ. იცი რა უნდა ღმერთს? ყველა მოვიდეს გამოცხადებით. ყველა მიმსახუროს გამოცხადებით. გამოცხადება კონდეს და ყველა მიმსახუროს გამოცხადებით. პავლე მოციქული ლაპარაკობს კორინთელების, 1 კორინთელების 9 თავში, 24 მუხლიდან. ასპარეზზე მორბენალი ბევრი გარბიან. ნახეთ? ისინი ხწნადი გვირგვინის მისაღებათო, ჩვენ უხწნადისა, მაშირბინე ისე რომ მოიპოვო. ნახეთ? თითქოს კონკურენციისკენ გვიბიძგებს პავლე მოციქული? ასპარეზზე მორბენალი გარბიან, ის ერთი მეორეს ეჯიბრებიან. გასაგებია? ვიღაცას უნდა გადაასწრო. ჩვენ ასპარეზზე ვდგევართ, მაგრამ ერთმანეთს არ ვეჯიბრებით. გასაგებია? მაგრამ პრინციპი, ნათქვამი სიტყვა მაშ ირბინე ისე რომ მოიპოვო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ისინი სირბილისთვის კი არ გარბიან. იმიტომ გარბიან, რომ უნდა მოიპოვონ რაღაცა. და სხვანაირად სირბილს აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს სირბილს თუ იქ არ მიხვალ? და მაშ ირბინე ისე რომ მოიპოვო. და მე ამბობს პავლე მოციქული, მე გაურბივარ, არა უმიზნოთო. უმიზნოთ სირბილი რა არის, იცით? ფინიში რო იქ არის და მე აქეთ გავიქცევი. ხო გაურბივარ. სირბილისთვის არ დაურბივარ, ჩემთვის მიზანია მთავარი. სად გარბი ხარ? მეგობრებო, ეკლესიაში დადიხარ? რატო დადიხარ ეკლესიაში? რა ვიცი, ყველა დადის და მეც დავდივარ. ეს არის კატასტროფა. თუ ასე ვფიქრობ, მე ეს არის კატასტროფა. პავლე მოციქული ამბობს, ეს ჩვენი ასპარეზია, სადაც ჩვენ ვასპარეზობთ, ის ამბობს ტიმოთეს წერილში, რომ მე ასპარეზობა დავასრულეო. მდინარება დავასრულე, ქართულში რო წერია. ორიგინალი ამბობს, რომ ასპარეზი გავიარეო. ანუ ასპარეზი ქვია რას? სტარტიდან ფინიშამდე მანძილს ქვია ასპარეზი. სტარტიდან, ანუ საწყისიდან ფინიშამდე მანძილს ქვია ასპარეზი. და ასპარეზზე მორბენალი ბევრი გარბიან და გარბიან იმიტომ რომ გვირგვინი მიიღონ, მაშ ირბინე, ანუ გვეუბნება რომ ეს ცხოვრება ჩვენი მოქცევის დღიდან ჩვენს ფინიშამდე როცა იმ კარებს შევაღებთ მარადისობის, ამ მომენტს ქვია ასპარეზი და წმინდა წერილი ამბობს ირბინე ისე რომ მოიპოვო. რა უნდა მოიპოვო? და ჩიცი ჩვენ ხშირად გუში მქონდა ეს გამოცხადება ღმერთისგან. ვერც კი ვაფიქსირებთ, რასთან გვაქვს საქმე. მეორე იდენტური მუხლი ამისა პავლე მოციქული ამბობს, ბოდიში ას დავამთავრებ. მე უმიზნოდ კი არ გაურბივარო. არც ხელებს ვიქნებ თვალდახუჭული ჰაერშიო. არამედ ერთს ვაკეთებო. ვთრგუნავ და ვიმონებ. ანუ რას ნიშნავს? მე სხეული მომხავს რაღაც კონდიციაში. მე ვემზადები ამის. ამის იდენტური მუხლი არის მეორე ტიმოთეს მეორე თავში. მეორე ტიმოთეს მეორე თავის მესამე მუხლიდან წმინდა მოციქული პავლე ამბობს, იტანჯე ჩემთან ერთად როგორც ქრისტეს კარგმა მეომარმაო. ტიმოთეს წერს. არც ერთი მხედართმთავარი არ შემოიფარგლება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა ასიამოვნოს მხედართმთავარსო და თუ შემოიფარგლება ვასწერია, თუ იბრძოლებს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებსო. მე ეს ამის ისტორია გამოკვლეული მაქვს. როცა პავლე მოციქული ამ წერილს წერდა, ის ციხეში იყო, მან უკვე თავის განაჩენი იცოდა. მან იცოდა უკვე რომ ის მას სიკვდილით დასჯიდნენ. და ის აღწერს რომაელი ჯარისკაცის ცხოვრებას და გლადიატორების ცხოვრებას. იცი, გლადიატორების ცხოვრება არ იყო მარტივი. მათი სიცოცხლე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ გამარჯვებაზე. ვინც იმარჯვებდა, ის ცოცხლობდა, ვინც მარცხდებოდა, სიცოცხლეს ამთავრებდა. მაგრამ გამარჯვება პირდაპირ იყო დამოკიდებული რაზე? მომზადებაზე. თუ არ მოემზადებოდი, ვერც გვირგვინს მიიღებდი და შესაბამისად მეორე შანსი აღარ გექნებოდა. დღეს რა არის? დღევანდელი ცხოვრება ცოტათი განსხვავდება. დიდი ამბავი თუ დამარცხდი, შეგიძლია ივარჯიშო, ხვალ გაიმარჯვებ. გლადიატორები ასე არ ცხოვრობდნენ. გლადიატორმა იცოდა, რომ მას მეორე შანსი არ ქონდა. მეორე შანსი უბრალოდ აღარ არის. ან აქ ცოცხალი დარჩები და გაიმარჯვებ, ეს არის გამარჯვება. შენი გამარჯვება არის, რომ ცოცხალი დარჩი. და ყველა უნდა მოემზადო ისე, რომ ცოცხალი დარჩე. გაიგეთ, რისი თქმა მინდა? ეს არ არის თამაში. წმინდა მოციქული ამბობს, რომ ასპარეზზე ბევრი გარბიან
და თუ ასპარეზზე ხარ, თუ მიგაჩნია რომ იქ დადი, ირბინე ისე რომ მოიპოვო. მე ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს. მას ირბინე ისე რომ მოიპოვო. იმიტომ რომ მეორე შანსი შეიძლება აღარ იყოს. გლადიატორები ერთ რამეს მათი ცოდენ რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო მომზადებაზე. თუ ყველაფერს არ ჩადებდნენ მომზადებაში, გამოასვენებდნენ არენიდან. ანუ გვირგვინსაც ვერ მიიღებდნენ. გვირგვინი იცი რა იყო მათი საოცნებო? ხის ხმალი. რომელსაც ეწერა სიტყვა თავისუფლება. აი ეს იყო მათი გვირგვინი, რომ მონა აღარ იქნებოდა. და ამისთვის ბევრი ბრძოლა უნდა მოეგო, ანუ ცოცხალი უნდა გადარჩენილიყო და ისე უნდა მომზადებულიყო, რომ ცოცხალი გადარჩენილიყო. ჩვენ ასე ვემზადებით? მეგობრებო, მოდი ფრთხილად ვიყოთ. მე ვფიქრობ, რასაც ვლაპარაკობ, ძალიან რეალურს ვლაპარაკობ. წმინდა წერილი ამბობს, ასპარეზზე მორბენალი ბევრი გარბია. მაშირბინე ისე რომ მოიპოვო. ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. შენ მე არ უნდა მაჯობო. თუმცა ნეტა მაჯობებდე. მე არ უნდა მაჯობო, მე არა ვარ შენი კონკურენტი. შენი კონკურენტი ვინც არის, იმას მოუგე ბრძოლა. და თუ იმას მოუგე ბრძოლავს, მე და შენ ერთად გავიხარებთ, იმიტომ რომ გვირგვინს მივიღებთ და გავიხარებთ. დიდება უფალს. არა ერთინა მეიცოდე თუ ასპარეზზე დადექი, ერთი ვისაც შენი გაჩერება უნდა ეს ბოროტი, ეს დემონური სამყარო არის. მაშირბინე ისე რომ მოიპოვო. და თუ შენს შინაგანზე, რასაც თამრიკო ამბობდა, თუ ღმერთის სახის ძიებას დაიწყებ და მისი ხმის მომსმენი იქნები, მთელი ჯოჯოხეთის არმია რო დადგება შენს წინ, მაინც მოიგებ ბრძოლას. იმიტომ რომ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგაკლებს. იმიტომ რომ ცეცხლგამძლე იქნები. იცი, ამერიკაში არის ხომალდები, ამასაც გეტყვი და ვამთავრებთ. შატლებს ეძახიან, კოსმოსური ხომალდები, როცა რაკეტას უშვებენ დედამიწიდან, რაკეტის დიდი ნაწილი კოსმოსში რჩება, არაფერი არ ბრუნდება უკან. მარტო ერთი პატარა კაფსულა ბრუნდება უკან. ხოლო შატლი რა არის? ის მიდის კოსმოსში და ბრუნდება უკან. რატო აკეთებენ ასე, რომ რაკეტა ვერ ბრუნდება, იცით უკან? როცა ატმოსფეროში შემოდის, იწვება, იმდენად დიდი არის ჰაერთან წინააღმდეგობის ხახუნის ძალა იწვება და ეს შატლი დაფარულია სპეციალური ნივთიერებით, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას, ზემაღალ ტემპერატურას. თუ გახსოვს 2006 წელს ბოლო ამერიკული ბოლო შატლი რო აფეთქდა. რატო? აფრენის დროს ერთი ფილა ამოვარდა თურმე. არ ვიცი ეს წაკითხული გაქვთ თუ არა. ერთი ფილა ამოვარდა აფრენის დროს, დიდი ვიბრაციის დროს ერთი ფილა მოძვრა. კოსმოსში ვერავინ ვერ შეამჩნია. კოსმოსში წავიდა, უკან როცა ბრუნდებოდა, აი იქ მოიმატა ძალიან ტემპერატურამ, კორპუსმა დნობა დაიწყო და მოშორდა სხვებიც და 6 კაცი გაქრა ჰაერში. ღმერთს უნდა რომ ეს წინააღმდეგობა ღმერთმა იცის და მიტომ გვაფრთხილებს ასპარეზზე მორბენალი ბევრი გარბიან, მაგრამ იქ წინააღმდეგობა შეხვდება. წინასწარ უნდა დაიფარო ასეთი ჯავშნით, რომ იმასთან წინააღმდეგობა შეძლო. ან უკან გაიქცევი და დაიმალები. ან იქ დაამთავრებ შენ სიცოცხლეს. მაგრამ ასპარეზზე მიტო არ დგები, რომ იქ დაამთავრო სიცოცხლე. ასპარეზზე დგები, რომ გვირგვინი მოიპოვო. ღმერთს უნდა. ღმერთი ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რომ ეს გამარჯვება ჩვენ გქონდეს. ხშირად ერთმანეთს ვბრაზდებით, ასე მითხრა, ასე უნდა ეთქვა მაგას ჩემთვის. ეს იცოდეთ ეშმაკის იარაღებია, ეშმაკის ტყვიებია ჩვენს წინააღმდეგ. რა მნიშვნელობა აქვს რომ მითხრა? ერთხელ ერთი ამბობდა, მე როგორ შემეხო, მე როგორ შემეხო. ქრისტეს შეეხნენ, დიდი ამბავი ახ თუ მე შემეხენ. შემეხო მე რა? უფრო კურთხეული ვიქნები თუ შემეხო და ავიცილე. გავატარე, არ მივიღე, გულს არ მივაკარე, მაინც გავიქეცი, მაინც არ გავჩერდი. იცი რატომ ეხებიან, რომ გავჩერდე? რბოლა რო შევწყვიტო, მიტომ ეხებიან, მაგრამ თუ არ გაჩერდები, ყურადღებას თუ არ მიაქცევ, მე მიზანი მაქვს, შეაში მაინტერესებს ეს. ვინც რა უნდა ითქვას, მე მიზნისკენ უნდა წავიდე. ღმერთი მეუბნება, უნდა გაძლო და უნდა გაიარო და უნდა წახვიდე და დაამყარო სიყვარულის დიქტატურა, დიდება უფალს. დაამყარო სიყვარულის დიქტატურა.